პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სტამბოლში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო საშორისო კავშირის 152 ასამბლეას მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება დღეს იხსნება. იმედის გაღვივება, მშვიდობის და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის. ასეთია ასამბლეის თემა. პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი შეხვედრები უკვე გამართა. უფრო მეც თეონა მანაგაძე გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება. თეონა, გისმენთ. 152 ასამბლეა ზუსტად 2 საათში გაიხსნება. სტამბოლის საკმაოდ მასშტაბურ სესიას მასპინძლობს. თურქეთში იმყოფება 157 ქვეყნის დელეგაცია, ასევე აქ იმყოფებიან 77 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და 800 დეპუტატი. აქ იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც. ქართული მხარე ამ ფორმატს აქტიურად იყენებს როგორც კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრებისთვის, ასევე დისკუსიებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი შეხვედრები უკვე დაიწყო. პირველი ვისაც ის შეხვდა, ის იყო ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე. ორი ქვეყნის სპიკერმა ისაუბრეს კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებაზე ევროკავშირის გზაზე გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა ჩვენთან საუბარში თქვა იმის თაობაზე, რომ სამწუხაროდ ბრიუსელი ახლა დიალოგს კეტავს და იყენებს ძირითადად დირექტივების ენას. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი უნდა ეხმარებოდეს წევრ სახელმწიფოებს, კანდიდატ სახელმწიფოებს გაწევრიანების პროცესში, ის სპიკერის განცხადებით კანდიდატ ქვეყნებს ძირითადად პრობლემებს უქმნის. გეტყვით კიდევ ერთ დეტალს, ამ წუთებში შალვა პაპუაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ხვდება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაციას ამჟამად საქართველოს თავმჯდომარეობს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ხოლმე რომ ერთ ადგილას ვნახოთ ბევრი კოლეგა სხვადასხვა ქვეყნიდან, გვექნება ორმხრივი შეხვედრებიც ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარეებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და ასევე შესაძლებლობა რომ ასამბლეას მიმართო სიტყვით საუბარი გვექნება იმ გამოწვევებზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში არის, მათ შორის გარეჩარევების საფრთხეებზე, რომელიც არსებობს და იმაზე თუ როგორ მკლავდება ამ ყველაფერს საქართველოს და როგორ ხედავ ჩვენ ეროვნული ინტერესების მნიშვნელობას თითოეულ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. გვექნება შესაძლებლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შევხვდეთ. გვექნება საუბარი იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. სამწუხაროდ ბრიუსელი უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე. რაც ვფიქრობ, რომ არასწორია და შიგნიდან ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები. სამწუხაროდ ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ პირდაპირ კომუნიკაცია წევრი ქვეყნების პარლამენტებთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული დელეგაციის ვიზიტი სტამბოლში დღეს დაიწყო და ის დაახლოებით 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქართულ მხარეს ექნება დაახლოებით 12 ორმხრივი შეხვედრა და ეს შეხვედრები შედგება როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ასევე კანდიდატ ქვეყნებთან და ასევე აზიის ქვეყნებთან და ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან. მათ შორის იქნება სომხეთისა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეები. ყველა ფორმატში ქართული მხარე საკუთარი გზავნილებით არის ჩამოსული. შეხვედრებზე, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, ისინი ისაუბრებენ როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე გეოპოლიტიკური ვითარებასთან მიმართებაში და ამ კონტექსტში იმის თაობაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოებმა აწარმოონ მშვიდობიანი პოლიტიკა და შეინარჩუნონ უსაფრთხოება. შალვა პაპუაშვილი დღეს დაესწრება უშუალოდ ასამბლეის გახსნის ცერემონიას, თუმცა დიდი ალბათობით მისი სიტყვით გამოსვლა დღეს ვერ მოესწრება და ეს გამოსვლა შედგება ხვალ ასევე როგორც უკვე გითხარით, ჩანიშნული არის უკვე ორმხრივი შეხვედრებიც. მადლობა. თურქეთიდან პირდაპირ ეთერში თეონა მანაგაძე საუბრობდა.